საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს დღეს დავით უსუფაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა მარტინ შულცთან საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ვილნიუსის სამიტისთვის მზადება შეეხო. დღესვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალ-დემოკრატების ლიდერებს შეხვდა. ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას საუბარი ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხებოდა. დავით უსუფაშვილის თქმით, მან მიიღო დაპირება, რომ ევროპულ ბაზარზე ქართულ პროდუქციას უახლოესი წლების განმავლობაში პრობლემა არ შეექმნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ის დღეს ბელგიელ კოლეგასაც შეხვდება. ეს შეხვედრები იყო ძალიან ნაყოფიერი, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელმაც დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. ვილნიუსის სამიტისთვის მზად არის პრაქტიკულად ყველა საკითხზე სათანადო გადაწყვეტა და მათ ეჭვიარეპარებათ, რომ საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროპული ინტეგრაციის ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. დღეისთვის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილია, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში ქართულ პროდუქციას ევროპულ მარკეტზე არ ექნება, ევროპულ ბაზარზე არ ექნება პრობლემა.